ქმარს გაშორებული ბავშვიანი ქალი, შვილი მყავს. აი ამ ფრაზას როგორც კი იტყვის, მამაკაცთა 90% მომენტალურად რადარიდან გაქრება. მამაკაცთა ელიტარული ნაწილი ბავშვიან ქალს არც კი განიხილავს, უბრალოდ გვერდს აულის. ზუსტად ამ მიზეზით ბავშვიანი ქალი ხდება ყველაზე დაბალრანგიან მამაკაცთა სამიზნეში, რომლებიც უარესებზე უარესები არიან, ნარცისები, პიკაპერები, ფსიქოპატები და უბრალოდ დებილები. და აი ამ საწყალ ქალს ისინი აქტიურად ტანჯავენ. ერთი ბინძური ხელიდან მეორე ბინძურ ხელში გადადის. ამაზე თავისთავად საჯაროდ არავინ ისაუბრებს, იმიტომ რომ არაპოპულარული და არასასიამოვნოა. ბავშვიანი ქალი ხდება სერიული მსხვერპლი. მას ხვდება წარუმატებელი ლოხი, რომელსაც არ გამოსდის ქალებთან ურთიერთობა და რომელმაც არ იცის სად უნდა წავიდეს. მანიპულატორი ნაგავი, რომელმაც იცის რომ ბავშვიანი ქალის მართვა და სათავისოდ გამოყენება მარტივია. დრამატიზატორი ფსიხი, რომელსაც რეალური, ახლო ურთიერთობა უბრალოდ არ შეუძლია. და მდგმური, მსახლობელი, რომელიც დროებით იქნება შენთან სანამ სხვას არ იპოვის. აი ასეთი შვედური მაგი და გელოდება წინ. აირჩიე რომელიც გინდა. ჩემი დაკვირვებით ქმარს გაშორებულ ბავშვიან ქალებს დაახლოებით 3 წელი სჭირდებათ რომ ყველა მათი ილუზია ჩამოინდრეს. დაშორებამდე ის ფიქრობს რომ დაშორების შემდეგ მე ჩემთვის ვიცხოვრებო. არაფერიც, შენ ისევე როგორც მანამდე, შენი შვილისთვის მოგიწევს ცხოვრება. მე ნამდვილ სიყვარულს ვიპოვიო. არაფერიც, უკეთეს შემთხვევაში მობინადრეს იპოვი. როგორც იქნა მე ბედნიერი გავხდებიო. არაფერიც, შენ არ იცი ჯერ რა ტიპის შინაგანი ტანჯები გელოდება წინ. შენ მოგიწევს ყოველ დღე შენი თავისთვის იმის მტკიცება რომ ყველაფერი რიგზეა. ამისთვის ხან ქალების ფსიქოლოგს დაიხმარ, ხან შენნაირი შინაგანი ტკივილის მქონე ტიკტოკერ ქალებს დაიხმარ, ხან კომენტარებში იპოვით ერთნაირი შინაგანი ტანჯების მქონე ქალები ერთმანეთს და ცოტა ხნით შევმსუბუქებთ მაგ შინაგან ტკივილს. და იცი რატომ? იმიტომ რომ შენს ყოფილ ქმართან დაბრუნების გზა, შენი სიამაყის მეშვეობით არის გადაკეტილი, ხოლო ახალი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა კი შენი შვილების მიერ არის გადაკეტილი.